სტატუტამ დაემატოს როგორც მახსოვს, ხო? რეალმა ხო, მაგრამ ნუ ასნატუანო არ იქნება ჯერჯერობით ვერ იქნება ძირითადში ალბათ. პატარა ბიჭია მაინც და. მაგრამ პერსპექტივის ამბავში უინტერესი ფეხბურთელია და ეგ ძალიან ისეთ უცნაური შეგრძნება არის, იმიტომ რომ იგუაინ და გაგორო გადავიდნენ რეალში თავის დროზე ერთად, აი ძალიან თან გამიტყდა, თან გამიხარდა ახლა რომ კარგ გუნდებში გადავიდნენ არგენტინის ფეხბურთელებმა, თან მაგრა გამიტყდა და არ მინდოდა რომ რამე ცუდი მოსლოდათ და წარმატებისთვის მიაღწიათ და კაი კარიერა აეწყოთ, მაგრამ თან ეს უნდა გაეკეთებინათ რეალში, მაგრამ ცოტა გავარება მქონდა. ეგრევე ვიყავი მე აგუეროზე რომ გავიგე რომ გადმოდიოდა ბარსაში რაღაც ის მქონდა რა მომენტი რომ არა კაია რაღაცა ერთი ის რაღაცა. იმიტომ რომ მეც არგენტინა ძალიან მოყვარს და გულშემატკივარი ვარ, მაგრამ აი უცებ რაღაცა აი პერიოდიც ისეთი იყო რომ საერთოდ არეულობა იყო მთლიანად ბარსაში, ფეხბურთელი გადმოვიდა რომელმაც ერთი თამაში თამაშა როგორც მახსოვს ეს მეგონი ამ ხანაგური იყო თუ რაღაც და მორჩა მაგით ხო? არა, 4 თამაში თუ ხო რაღაცა ეგრე. გოლი გაიტანა რეალთან. ეგ იყო და მაგით დამთავრდა რა. ცოტა რაღაც საწყენი აგუეროში საწყენი ჩემთვის ის იყო რომ მე მინდოდა რომ აგუეროს და მესის ერთად ეთამაშოთ და მეში წავიდა, ნუ ვერ ითამაშეს ბარსელონაში ერთად.